რაღაც 2 წლის წინ გადავწყვიტე რომ კარიერა დიამეტრალურად შემეცვალა პროგრამირებიდან მუსიკალური კარიერით. და დავიწყე მუშაობა. წერდი მუსიკას, წერ კიდეც ჯერ კიდევ ხელი არ ჩამიქნევია. შევეცადე გავსულიყავი ქართულ სცენაზე, აი აქ შემხვდა დიდი პრობლემები და ზოგადად აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა. მინდოდა რომ თავიდან ფეხი საქართველოში მომეკიდებინა, მე კი უკვე საერთაშორისო დონეზე. ეხლა მე არ ვამტკიცებ რომ ძალიან მაგარი ვარ და იქ იოტოს და იმათ რა ქვია, მარტინ გარეგს ეხლა არ ვედრები რა თქმა უნდა, მაგრამ მე შემომჩნია შიგნიდან ეგეთი დამოკიდებულება აქაური ასე ვთქვათ ელექტრონული მუსიკის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიდან, რომელთაც დღეს ძალაუფლება აქვთ. არ ვიცი ეს რას მივაწეროთ, ეს მივაწეროთ გაუნათლებლობას თუ ეს მივაწეროთ რაღაცა სუბიექტურ ასე ვთქვათ გემოვნებებს. რა ფესტივალიც იდება, რა ივენთებიც იდება, ყველგან ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. დააკვირდით. ახალი ფესტივალია, იგივე ხალხია. ახალი ლოკაციაა, იგივე ხალხია. ვინც მუსიკას წერთ, ვინც ფეხს ვიდგამთ თავზე და ერთ ადგილას კიდე, ხო? რატომღაც არ ხდება ეგეთი ადამიანების დაფასება? არ ვიცი, აი დასავლეთში ცივილიზებულ ქვეყნებში სულ სხვანაირი მიდგომა არის რა. არავის არ აინტერესებს შენ რას როგორ ატრიალებ. მაგათთვის მნიშვნელოვანია და უფრო პრიორიტეტული რა საავტორო მუსიკა გაქვს. სხვანაირად ვერ გახდები იქ პოპულარული. არ ვიცი, ეს მენტალობის პრობლემა არის თუ რისი პრობლემა არის, ხახლა ვერ ხვდები. თქვენც დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, მაგრამ ფაქტი ერთია. ჩემნაირი ადამიანები მერე მიდიან მუსიკიდან. ანუ მეც ახლა დიდი შანსი მაქვს უკვე რაღაც ესე გზაგასაყარზე ვარ. დავიწყე უკვე CV-ების გაგზავნა და ვაპირებ პროგრამირებაში დაბრუნებას და ავი ღმერთს ხოვრო part-time მაინც იყოს და რომ იწიოს ვაფშე საქართველოსთან წასვლა, თორე დამთავრდა აქაური კარიერა, საერთოდ მე აქ მომბრუნებელიც არა ვარ. კარიერას ავიწყობ უცხოეთში და მუსიკალურსაც მათ შორის არ შევეშვები მუსიკას. შეძლებს და გვარა და აი დღეში კვირაში 10 საათი მექნება, 20 საათი მექნება, მაინც რაღაცას გავაკეთებ. მაგრამ აი რატომ ხდება საქართველოში ეგეთი რაღაცეები? აი ამაზე გული მწყდება. როდის შეიძლება ეგ მიდგომები აქ? მოკლედ, არ ვიცი. ძალიან მიყვარხართ ყველა ვინც აფასებს არტისტებს, ნამდვილ არტისტებს და არ აფასებს AI მუსიკას. გაგუცეთ.